მოგესალმებით, მე ვარ დალი ვასაძე, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი და უნარჩვევების ტრენერი. დამეთანხმებით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული მიზეზის გამო არ მიდიან ან ვერ მიდიან ფსიქოთერაპევტთან, თუმცა ფიქრობენ და იციან, რომ მათ სჭირდებათ გარკვეული საკითხების მოგვარებისთვის ფსიქოთერაპევტის დახმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევამეთავაზებინა თქვენთვის ფსიქოთერაპიული სეანსი ამ ფორმატით. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ ფსიქოთერაპიაში არ არსებობს სწორი და არასწორის ცნება. არის მხოლოდ ესეთი მიდგომა. ეს გზა, ან ეს მეთოდი ეკოლოგიური არის თუ არა კლიენტისთვის, რესურსული არის თუ არა, ეს კლიენტს მოუტანს სარგებელს თუ დააზიანებს კლიენტს. ამიტომ თქვენს გირჩევთ, რომ ამ ტექნიკის შესრულების დროს ამ პროცესს სწორედ ასე მიუდგეთ და განთავისუფლეთ სწორი და არასწორი კატეგორიებისგან. მეორე რიგში რაც მინდა გითხრათ, ეს არის, რომ მიეცით თქვენ თავს უფლება ყველა ფიქრი, რაც გონებაში ან აზრი გონებაში მოგივათ, გამოხატოთ, დააფიქსიროთ და ნუ შეეცდებით ლოგიკის პოვნას თქვენს ფიქრის პროცესში. მოდით დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნამდვილად მიხვედით ფსიქოთერაპევტთან სეანსზე. რა საკითხზე გინდათ საუბარი? ან სხვანაირად რო ვთქვათ, რა პრობლემის მოგვარებაზე დაიწყებდით საუბარს? შეეცადეთ, რაც შეიძლება მარტივად, გასაგებად და ერთწინადადებაში ჩამოაყალიბოთ თქვენი საკითხი. მაგალითად, შეიძლება ესე ჟღერდეს. პირობით მაგალითს ვამბობ. არ მაქვს კალამი. არ შემიძლია ტორტების გამოცხობა. ან მაგალითად გატეხილი მაქვს თებში. აიღეთ ფურცელი ან ფურცლები, როგორც თქვენ გინდათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ როგორც მოგეწონებათ. ფურცელის თუ ერთ ფურცელს აიღებს, ფურცელის ერთ მხარეს დაწერეთ თქვენი პრობლემა, საკითხი, რომლის მოგვარებას გცურთ. თუ რამდენიმეს იღებთ, მაშინ ერთ ფურცელზე დაწერეთ და სიმბოლურად გამოხატეთ თქვენი ეს პრობლემა. ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ამ პრობლემის გამოხატვის სიმბოლო. შეიძლება ციფრებით გამოხატოთ, შეიძლება რაიმე ნახატით გამოხატოთ, შეიძლება რაღაც აბსტრაქციით გამოხატოთ. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარი არის, რომ გარდა სიტყვებისა, რომ დაწერთ რა არის თქვენი პრობლემა, საკითხი, რომლის მოგვარებაც გსურთ, ის სიმბოლურადაც გამოხატოთ. შემდეგ, რა არის თქვენი აზრით ამ პრობლემის მოგვარება? ეს დაწერეთ ამ პრობლემის საპირისპირო მხარეს. დისტანცია მათ შორის იმხელა დაიცავით, რამხელაც თქვენ გინდათ, რომ იყოს. აქაც რომ დაწერთ, ესეც მოგვარებული საკითხი უნდა გამოიხატებოდეს მარტივად. მაგალითად, შემოყვანილი მაგალითები რო ავიღოთ. არ მაქვს კალამი. მოგვარებული საკითხი იქნება მაქვს კალამი. ვერ ვარცხობ ტორტებს, ან არ შემიძლია ტორტების გამოცხობა, მოგვარებული საკითხი იქნება შემიძლია ვაცხობ გემრიელ ტორტებს პირობითად, ან გატეხილი თებში მაქვს, თებში მთელი მაქვს. ეს დაახლოებით მარტივად ჩამოწერეთ, რა არის მოგვარება თქვენი პრობლემის საკითხის. ესეც რო დაწერთ, გამოხატეთ სიმბოლურად თქვენი მოგვარებული საკითხი. მათ შორის არსებული დისტანცია იმისთვის, რომ გადახვიდეთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, გჭირდებათ ხიდი. ეს ხიდიც დაახატეთ ამ ორ მდგომარეობას შორის, თქვენს პრობლემურ მდგომარეობას და მოგვარებულ მდგომარეობას შორის. რა თქმა უნდა, თქვენი ხატვის ნიშნს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც შეძლებს ისე გამოხატეთ ეს ხიდი. ხიდი არის სიმბოლო იმისა, რაც აკავშირებს ამ ორ მდგომარეობას ერთმანეთთან. სიმბოლო არის იმისა, რაც თქვენ პრობლემური მდგომარეობიდან გადაგიყვანთ
მოგვარებულ მდგომარეობაში. აქ მნიშვნელოვანი რა არის? ხშირად მარტივ გზას ირჩევენ ხოლმე კლიენტები. აი, კალმის მაგალითი რო ავიღოთ, კალამი არ მაქვს პრობლემა, კალამი მაქვს მოგვარებული საკითხია და ხიდზე შეიძლება დაწერონ, რომ ვიყიდე კალამი ან მაჩქეს კალამი. ეს გადამიყვანს მე მოგვარებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი, ვთქვათ, ხიდი, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ, პირობითად ხიდი, ხო, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ მოგვარებულ მდგომარეობაში, თუმცა ეს არის, რომ წარმოიდგინოთ აისბერგის მწვერვალი. აქ საჭირო არის, რომ უფრო მეტად ჩაეკითხოთ საკუთარ თავს, რომ იმ ნამდვილ მიზეზს მიაგნოთ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, გადახვიდეთ მოგვარებულ მდგომარეობაში. ეს ნამდვილი მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი რწმენა წარმოდგენა, გამოცდილება, ან გამოცდილების შედეგად გაკეთებული თქვენი დასკვნა, აზრი, ემოცია, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? თქვათ, მარტივი მოგვარება გააკეთეთ, ხო? ვიყიდე კალამი. როგორ იყიდე? რისთვის იყიდე? კიდევ რა რესურსები გამოიყენე, რომ შენ ეს კალამი გეყიდა, ხომ? ან თუ შენ ეს რესურსები აქამდე გქონდა და შეგიძლო კალმის ყიდვა, აქამდე რატომ არ იყიდე და რატო გახდა ეგს უკვე შენი პრობლემა? აი, დაახლოებით ამ დაგვარი, ესე რომ ვთქვათ, კითხვები დაუსვით საკუთარ თავს, რომ მიხვიდეთ ნამდვილ მიზეზამდე. აი, ეს კითხვა, რომ აქამდე რატომ არ იყიდე, თუ კი შეგეძლო ყიდვა, რატო გახდა, რატომ მიიყვანე იქამდე, რომ ეს გახდა პრობლემა, შეიძლება ვიღაცამ ესეთი პასუხი გასცეს, რომ აქამდე არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ეყიდა, ან აქამდე არ მქონდა ამის საჭიროება. ანუ ნამდვილი მიზეზი არის ადამიანის დასკვნა, რომელიც რაღაცას ეყრდნობა. შეიძლება რომელიც ეყრდნობა დროს, პირობითად, ან კიდე სხვა რაღაცა შეიძლება ეყრდნობოდეს. ანუ ნამდვილი ხიდი, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ პრობლემული მდგომარეობიდან მოგვარებულ მდგომარეობაში, არის ის, რომ თქვენ ჩათვალოთ, მიხვიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა ფიქრობთ და დარწმუნებული ხართ, რომ უკვე გჭირდებათ კალმის ყიდვა. ანუ ეს იქნება ხიდის ნაწილი, ანუ ეს მდგომარეობა, ეს აზრი არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ მოაგვაროთ და გადახვიდეთ პრობლემის მოგვარების მდგომარეობაში. ის ფაქტორები, რომელიც თქვენ ხიდზე უნდა დაწეროთ, ანუ ის ფაქტორები, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ მოგვარებულ მდგომარეობაში, ერთი არ არის ხოლმე, რამდენიმე არის ხოლმე. ამიტომ ცოტა დაუთმეთ საკმარისი დრო, რომ ეს ნამდვილი მიზეზები აღმოაჩინოთ. შეიძლება პირველ ჯერზე არ გამოგივიდეთ, ამიტომ შეგიძლიათ შეჩერდეთ, თქვენი საქმე გააკეთოთ და მერე მიუბრუნდეთ ისევ აი ამ ტექნიკის გაკეთებას. როდესაც დაასრულებთ, ანუ და სურათი გექნებათ, რომ გაქვთ ერთ, ვთქვათ, ადგილას პრობლემა, გაქვთ მოგვარებული ამ პრობლემის მოგვარების მდგომარეობა, გაქვთ შევსებული ხიდი, ანუ გიწერიათ და გაცნობიერებული გაქვთ რა ფაქტორები, რა რესურსები, ანუ ზოგადად რო ავიღოთ რა დაგეხმარებათ თქვენ, რომ გადახვიდეთ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, აი ეს სურათი სრულად რო გექნებათ, დახედეთ ამ სურათს და დაუსვით თქვენ თავს. შემდეგი კითხვები. როდესაც პრობლემას უყურებთ, რას ფიქრობთ, რას გრძნობთ, რა დამოკიდებულება გიჩნდებათ, ან რისი გაკეთება გიჩნდებათ, პრობლემას როდესაც უყურებთ. შემდეგ ხიდს დახედეთ, ხიდთან მიმართებაში, ანუ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, გადახვიდეთ პრობლემის მოგვარების მდგომარეობაში, აი ამ ფაქტორების მიმართ,
რა ფიქრი, რა ემოცია გიჩნდებათ, რა დამოკიდებულება გიჩნდებათ, ან რისი გაკეთების სურვილი გიჩნდებათ და იგივე სამი კითხვა შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს, როდესაც პრობლემის მოგვარების მდგომარეობას უყურებთ. როდესაც ამას გააკეთებთ, შემდეგ კითხეთ საკუთარ თავს, ეხლა სად ვარ? თუ აღმოაჩენთ, რომ გიზიდავთ, შეიძლება ესე ვთქვა, ხო? გიზიდავთ და თვალს ვერ აშორებთ პრობლემურ საკითხს, ამ შემთხვევაში გადაამოწმეთ, რამდენად სწორად აირჩიეთ პრობლემა, ან რამდენად სწორი ფორმულირება აქვს მას და რამდენად გჯერათ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია. ეს ნაწილი გადაამოწმეთ და ზოგადადაც შეგიძლიათ, რომ რამდენად მჯერა ეს პრობლემა მოგვარებადი არის თუ არა, ზუსტად აი ამ საკითხის გარკვევისთვის, ეხლა რაც აღწერე, ეს პროცესი შეგიძლიათ, რომ გაიაროთ თავიდან. თუ თქვათ ხართ ხიდის ან მოგვარებული მდგომარეობის პოზიციაზე და ეს ორი ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, გიზიდავ და თვალს ვერ აშორებთ აი ამ ორ ნაწილს, ამ შემთხვევაში აიღეთ ახალი ფურცელი, ამოწერეთ ის, რაც მოგვარების საკითხში, უკაცრავად ის, რაც მოგვარების საკითხში გიწერიათ, ანუ მოგვარებული პრობლემის მდგომარეობა, ის, რაც ხიდის ნაწილში გიწერიათ, რაც დაგეხმარებათ, ის ფაქტორები, რომლებიც დაგეხმარებათ აი ამ საკითხის მოგვარებაში, ესეც ამოიწერეთ და პერიოდულად შეგიძლიათ დასკრინოთ, პერიოდულად გაახსენეთ ხოლმე თქვენ თავს ეს, რაც გიწერიათ. ან დახედეთ ხოლმე, ან თავიდან წაიკითხეთ ხოლმე. ეს რისთვის გჭირდებათ? ხშირად არის, როდესაც ფსიქოთერაპიული სეანსის დასრულებისას ამ პროცესში, ან ზოგადად შედეგად, კლიენტი აგვარებს თავის პრობლემას, მაგრამ ეს მოგვარებულ პრობლემას დროს ჭირდება, რომ კლიენტმა მიიღოს. ანუ მიიღების პროცესსაც თავისი, ესე რომ ვთქვათ, დრო აქვს. როგორ მიხვდეთ ახლა და აი ამას მიღების პროცესი ყველასთვის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და მას ინდივიდუალური დრო სჭირდება. როგორ მიხვდეთ, რომ თქვენ ეს მიიღეთ? დაახლოებით ეს შეგრძნება გავს თუ ქონიათ აი ესეთი მომენტი, რომ მაგალითად ახალი სახლი გიყიდიათ, ან სახლში ახალი რემონტი არის. ხო, აი, როცა თქვათ გადადიხართ ახალ სახლში, თავიდან სიხარულის განცდა გაქვთ და ახალი ეს ყველაფერი. დროთა განმავლობაში კი არის ახალი სახლი, მაგრამ ის რაღაც ბუნებრივი, ჩვეულებრივი ხდება თქვენთვის, ანუ შინაგანი მდგომარეობა განსხვავდება იმისგან, როდესაც ახალ სახლში, არ ვიცი, პირველი 1-2 დღე რო ხართ გადასული და ერთი კვირის შემდეგ რო უკვე რო ცხოვრობთ, ანუ ცოტა განსხვავებული მდგომარეობა არის. დაახლოებით აი ესეთი მდგომარეობა შინაგანი, როდესაც გაგიჩნდებათ, როცა დახედავთ თქვენს ხიდს და მოგვარებულ მდგომარეობას, აი მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს პრობლემა არა მარტო ტექნიკით, ესე რომ ვთქვათ, დაგონებით მიღებული გაქვთ, არამედ უკვე თქვენში არის ეს მდგომარეობა. ანუ თქვენია უკვე ეს მოგვარებული მდგომარეობა და სხვანაირადაც ვერც წარმოგიდგენიათ, რომ სხვანაირად როგორ შეიძლება რომ ყოფილიყო. დაახლოებით აი ესეთი შეგრძნება გექნებათ. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ამ ტექნიკის გაკეთების დროს, შეგიძლიათ მომწეროთ, აუცილებლად გიპასუხებთ. ვისაც გნებავთ ჩემთან ერთად გააკეთოთ ეს ტექნიკა, ან ზოგადად სხვა საკითხებთან მიმართებაში, ჩემთან სესიაზე გნებავთ ჩაწერა, ამისთვისაც მომწერეთ. გახსოვდეთ, აქ ყველაფერი თქვენთვის კეთდება. მომავალ შეხვედრამდე.